ღთამისაღების ბრალდებით დაკავებული სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ახობაძე თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ივანიშვილისთვის კრებსებს ამზადებდა. ამის შესახებ 5 წლის წინ ნიკა გვარამიამ გადაცემა მთავარ აქცენტებში წარადგინა მტკიცებულებები. პირდაპირ ეთერში მან უწყებიდან გამოტანილი ის ინფორმაცია წაიკითხა, რომელსაც სუსი ადამიანების პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ აგროვებდა. გვარამია აცხადებდა, რომ ახობაძე 2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ კი დააწინაურეს და ლილუაშვილის მოადგილედ დანიშნეს. კორუფციისთვის დაკავებულ სუსის უფროსის ყოფილ მოადგილეს ანტიკორუფციული სამსახურის ყოფილი უფროსი დაიცავს. რაჯდენ კუპრაშვილმა დაადასტურა, რომ ლევან ახობაძის ადვოკატი იქნება. დაუბრუნდის საადვოკატო საქმიანობას, თქვა კუპრაშვილმა. ოპოზიციის ალიანსის წევრებს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ჭავჭავაძის გამზირზე ორი პირი დახვდათ. ერთმა პოლიტიკოსებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მეორე კი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. ოპოზიციონერები 26 მაისის აქციის ფლაიერებს არიგებდნენ. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დასახლება მალატოკმაჩკა გაათავისუფლეს. ინფორმაცია ომის შემსწავლელმა ამერიკულმა ინსტიტუტმა გაავრცელა. უკრაინული ძალები წინ მიიწევენ ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთით, ორეხოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით ნათქვამია ანგარიში.